მოგესალმებით, მეგობრებო. დღეს მინდა მარტივი ენით ავხსნა რა არის Big Data, როგორ მუშაობს და როგორ შეუძლია ორგანიზაციას მისი გამოყენება. რამდენიმე პრაქტიკულ მაგალითსაც განვიხილავთ, რათა უკვე დავინახოთ რა როლი აქვს მას თანამედროვე ბიზნესში. ახლა კი დავალაიქოთ ვიდეო და დავიწყოთ. ასევე სადმე Big Data-ს ნაცვლად თუ Big Data ვახსენე, არ გადამიაროთ. შინაურულად ვიცი, რომ მაინც ყველა Big Data-ს ეძახის. ხშირად ჩნდება კითხვა, რა არის საერთოდ Big Data? ბევრს გონია, რომ ეს უბრალოდ დიდი მოცულობის მონაცემია და დიახ, რაოდენობა მნიშვნელოვანია, მაგრამ Big Data მხოლოდ ზომა არ არის. საქმე ეხება სამ მთავარ ასპექტს. რამდენად ბევრია მონაცემი, რა სიჩქარით ვიღებთ მონაცემებს და რამდენად მრავალფეროვანია წყაროები, საიდანაც მონაცემს ვიღებთ. ორგანიზაციები ყოველდღიურად მუშაობენ სხვადასხვა ტიპის ინფორმაციასთან, მონაცემთა ბაზებთან, ლოგებთან, ვიდეოებთან, ტექსტებთან და სხვა. პრობლემა ისაა, რომ ეს მონაცემები ხშირად ერთმანეთისგან განცალკევებულია და პირდაპირი კავშირი არ აქვთ. მაგალითად, HR-ის მონაცემი თავისით ვერ გაჩვენებს, როგორ იყენებს თანამშრომელი კონკრეტულ სისტემას. ასევე ცალკე აღებული სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია სრულ სურათს ვერ გვაძლევს. მოდი ახლა განვიხილოთ კონკრეტულად რა არის Big Data, იმიტომ რომ ხშირად აქ ხდება გაუგებრობა. ბევრ კომპანიას აქვს რელაციური ბაზები, მაგალითად MySQL, SQL Server, Postgres და ასე შემდეგ. ამ ბაზებში შეიძლება მილიონობით ან მილიარდობით ჩანაწერი ინახებოდეს და ეს შეიძლება ძალიან დიდი ჩანდეს, მაგრამ მხოლოდ დიდი მოცულობა ავტომატურად არ ნიშნავს Big Data-ს. ეს უბრალოდ დიდი მონაცემთა ბაზებია, რომლებიც როგორც წესი კონკრეტული მიზნისთვის არის შექმნილი. ერთი ბაზა შეიძლება ინახავდეს მომხმარებლებს, მეორე ტრანზაქციებს, მესამე პროდუქტებს და ასე შემდეგ. Big Data იწყება მაშინ, როცა ამ განსხვავებულ სისტემებში არსებული ინფორმაცია ერთდება სხვადასხვა ფორმატში, სხვადასხვა წყაროდან, ხშირად მაღალი სიჩქარით და ერთად გვაძლევს პასუხს ისეთ კითხვებზე, რომელზეც ცალკე ერთი სისტემა ვერ გვიპასუხებდა. განვიხილოთ მარტივი მაგალითი კიბერუსაფრთხოებიდან. IT ინფრასტრუქტურაში თითქმის ყველა სისტემა აგროვებს ლოგებს და სხვადასხვა ტიპის ტექნიკურ ინფორმაციას, მაგრამ ეს ლოგები ერთმანეთთან პირდაპირ დაკავშირებული არ არის. წარმოიდგინეთ ასეთი სცენარი: თანამშრომელი შედის კორპორატიულ სისტემაში. სისტემამ დააფიქსირა შესვლის მცდელობა და ასევე VPN-მა დააფიქსირა, რომ ეს მომხმარებელი შემოდის კონკრეტული IP-დან და ლოკაციიდან. HR სისტემაში წერია, რომ ეს თანამშრომელი ცხოვრობს თბილისში მაგალითად. ცალ-ცალკე ეს უბრალოდ სამი განსხვავებული ინფორმაციაა: შესვლა, ლოკაცია და HR-ის ჩანაწერი. მაგრამ თუ Big Data-s პერსპექტივიდან შევხედავთ, სურათი იცვლება. ხედავთ, რომ HR-ის მიხედვით ეს ადამიანი თბილისში ცხოვრობს. VPN-ი გვიჩვენებს, რომ ახლა ნორვეგიიდან შედის. ლოგებიდან ხედავთ, რომ 2 საათის წინ თბილისში იმყოფებოდა. შესაბამისად, შეუძლებელია 2 საათში თბილისიდან ნორვეგიაში აღმოჩენილიყო. ამ კავშირის დანახვა საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ეს ავტორიზაცია საეჭვოა და უნდა დაიბლოკოს და მოხდეს გამოძიება. აი ეს არის Big Data პრაქტიკაში. სხვადასხვა წყაროს დაკავშირება და მათ შორის ლოგიკური კავშირების პოვნა. და ეს ეხება არა მხოლოდ უსაფრთხოებას, არამედ ბიზნესის ნებისმიერ მიმართულებას. რაც მეტ წყაროს ვაერთიანებთ და ვაკავშირებთ, მეტ კითხვაზე შეგვიძლია პასუხის გაცემა. კიდევ ერთი მაგალითი რომ გავიაროთ, წარმოიდგინეთ, რომ შედიხართ ბიბლიოთეკაში, სადაც სრული ქაოსია. წიგნები დაყრილია იატაკზე, მაგიდაზე, ერთმანეთშია არეული, თემები, ავტორები, ჟანრები. იცით, რომ ის წიგნი, რომელიც გჭირდებათ, სადღაც აქ არის, მაგრამ უნდა დაიწყოთ ქექვა. ერთი წიგნის ადგილმდებარეობა არაფერს გეუბნებათ მეორეს შესახებ. ყველაფერი არეულია და მოუწესრიგებელი. ეს არის ცალკეული დაუკავშირებელი მონაცემები. ახლა წარმოიდგინეთ სხვა ბიბლიოთეკა. ყველა წიგნი კატალოგშია, აქვს კოდი, თაროები თემატურადაა დაყოფილი. არსებობს საძიებო სისტემა, სადაც შეიყვანთ ავტორს ან თემას და ზუსტად გეუბნებათ, რომელი თარო, რომელი რიგი და რომელი ადგილია. უფრო მეტიც, ერთმანეთთან დაკავშირებული წიგნები ერთმანეთის გვერდით დევს. მაგალითად, პროგრამირების წიგნები ერთ სექციაშია, ხოლო კონკრეტული ტექნოლოგიის წიგნები კიდევ უფრო ვიწრო კატეგორიაში. ეს უკვე ორგანიზებული, სტრუქტურირებული მონაცემებია. რეალურ სამყაროში ორგანიზაციები არც ქაოტურ ბიბლიოთეკაში ცხოვრობენ და არც იდეალურად დალაგებულში. მათ ერთდროულად აქვთ სტრუქტურირებული მონაცემები, მაგალითად მონაცემთა ბაზები და ნახევრად სტრუქტურირებული მონაცემები, API-ები, ლოგები, სენსორების ინფორმაცია და ასევე არასტრუქტურირებული მონაცემები, ვიდეოები, აუდიო, სურათები, ელფოსტა, თავისუფალი ტექსტი და ასე შემდეგ.
Big Data-ის მიზანი არის ამ ყველაფრის ერთად შეკრება, დალაგება და ისეთი ანალიზის გაკეთება, რომ სწრაფად ვიპოვოთ ის სწორი წიგნი, ანუ სწორი პასუხი, რაც გვჭირდება. სანამ თავარ თემაზე გადავალთ, თუ აქამდე მისმინეთ და მოგწონს ჩემი ვიდეოები, მინდა გითხრა, რომ 68% ისე უყურებს ვიდეოებს, რომ არ აქვს არხი გამოწერილი. თუ შენც ერთ-ერთი მათგანი ხარ, გთხოვ დააჭირე subscribe ღილაკს, ამით მოტივაციას მომცემ და დავიმფასებ იმ შრომას, რომელიც ამ ვიდეოების შექმნაშია ჩადებული. მადლობა. ახლა მოდი Big Data ვნახოთ 3 ვის ჭრილში. პირველი არის volume, მოცულობა. დღეს მონაცემები ძალიან ბევრია. ყოველი ტრანზაქცია, ყოველი კლიკი საიტზე, ყოველი ლოგის სისტემაში, ყველაფერი ინახება. მონაცემების რაოდენობა არის ძალიან დიდი. მეორე არის velocity. სიჩქარე. მონაცემები არა მხოლოდ ბევრია, არამედ ძალიან სწრაფად ჩნდება. ზოგჯერ საჭიროა მისი დამუშავება მაშინ რეალურ დროში, მაგალითად, ფროდის აღმოჩენა ტრანზაქციის შესრულების მომენტში. მესამე არის მრავალფეროვნება. როგორც უკვე ვახსენეთ, ორგანიზაციებს აქვთ სხვადასხვა ტიპის მონაცემები: სტრუქტურირებული, ნახევრად სტრუქტურირებული და არასტრუქტურირებული. ანუ მონაცემი სხვადასხვა ფორმატით მოდის. ხანდახან კიდევ ორ ვის ამატებენ. ეს არის veracity, რამდენად სანდოა და ხარისხიანია მონაცემი და value, რა რეალური სარგებელი შეგვიძლია მივიღოთ ამ კონკრეტული მონაცემისგან. ახლა მთავარი კითხვა: რატომ გვჭირდება საერთოდ Big Data? იმიტომ რომ ძველი ტრადიციული სისტემები სხვა სამყაროსთვის იყო შექმნილი. ისინი მუშაობდნენ ძირითადად სტრუქტურირებულ მონაცემებზე: ცხრილები, სვეტები, წინასწარ განსაზღვრული კავშირებით. დღეს ეს მონაცემები ყოველთვის ასე მოწესრიგებული არ არის. მაგალითად, მომხმარებლის მიერ ატვირთული ფოტო, Google-ში გაკეთებული ძებნა და სოციალურ ქსელში პოსტზე გატარებული დრო. ცალ-ცალკე ეს თითქოს არაფერს ამბობს, მაგრამ ერთად შეიძლება ზუსტად გვითხრას, რას ეძებს მომხმარებელი. ტრადიციული სისტემები არ იყო შექმნილი იმისთვის, რომ ერთდროულად ძალიან ბევრი მონაცემი მიეღო. ათობით სხვადასხვა წყაროსთან ემუშავა და ყველაფერი გაეანალიზებინა რეალურ დროში. კლასიკური data warehouse ხშირად დღეში ერთხელ ახლდება და ინფორმაცია უკვე დაგვიანებულია. ასეთი სისტემები მოქნილები არ არიან მონაცემების სწრაფ ზრდაზე. ეხლა ეს რა პრობლემას ქმნის? სისტემები ერთმანეთისგან განცალკევებულია, მონაცემის ფორმატები განსხვავებული, დამუშავება ნელია და სრული სურათი არ ჩანს. Big Data სხვა მიდგომას იყენებს. იგი მუშაობს მასშტაბირებად ინფრასტრუქტურაზე, ხშირად cloud-ში, AWS-ზე და გვაძლევს საშუალებას ერთდროულად ვიმუშაოთ ბევრ სხვადასხვა ტიპის მონაცემებზე. მოდი ონლაინ მაღაზიის მაგალითი ავიღოთ. ონლაინ მაღაზიებს აქვს ტრანზაქციები ბაზაში, საიტის ლოგები და მომხმარებლის ქცევა, სოციალური ქსელებიდან რევიუები, ფოტოები და ვიდეოები. ცალ-ცალკე ეს მონაცემები მხოლოდ ნაწილობრივ გვიჩვენებს სურათს, მაგრამ ერთად შეიძლება დავინახოთ, რას ყიდულობს მომხმარებელი, რა ტენდენციები ჩნდება, როგორია მომხმარებლის განწყობა ამა თუ იმ პროდუქტზე. შეგვიძლია დავინახოთ ასევე მოთხოვნის უეცარი ზრდა, ან თუნდაც უსაფრთხოების საეჭვო აქტივობები. აი ეს არის Big Data-ს რეალური ძალა. ის გვაძლევს საშუალებას დავინახოთ ისეთი კავშირები და პატერნები, რაც ადრე უბრალოდ არ ჩანდა. ახლა კი ვნახოთ, როგორ მუშაობს Big Data პრაქტიკაში. როგორ ვინახავთ მონაცემს, როგორ ვამუშავებთ და როგორ მართავთ. ჩვენი მთავარი გამოწვევა იწყება იქიდან, რომ კომპანიების უმეტესობა ისევ ძველ ტრადიციულ სისტემებზე მუშაობს. ეს სისტემები არ არის შექმნილი იმ რეალობისთვის, როგორიც დღეს გვაქვს. როგორც უკვე თქვით, სისტემები იზოლირებულია, რეალურ დროში არ მუშაობენ და დიდი მოცულობის მონაცემს რთულად უმკლავდებიან. მაგალითად, წარმოიდგინეთ SQL სერვერში გაქვთ რამდენიმე მილიონი ჩანაწერი და უშვებთ რთულ queries. შედეგების მიღება შეიძლება წუთები დასჭირდეს. რატომ? ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, სისტემა კითხულობს მონაცემს დისკიდან, ტვირთავს მეხსიერებაში, ამუშავებს queries და ასე აგრძელებს მანამ სანამ ყველა ჩანაწერს არ გადაამუშავებს. დღეს კი რეალობა სხვანაირია. ჩვენ ერთდროულად გვაქვს ბევრი მონაცემის ნაკადი სხვადასხვა ფორმატით, ძალიან მაღალი სიჩქარე და ამ პირობებში ძველი მიდგომა აღარ მუშაობს. ამიტომ მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილება. მონაცემის შენახვა და დამუშავება გადავიდა ერთი სერვერიდან სერვერების ჯგუფზე. ამ ჯგუფს კლასტერი ჰქვია, ანუ კოორდინირებული კომპიუტერების ჯგუფი, რომლებიც ერთ ამოცანაზე ერთად მუშაობს. ეხლა რა იცვლება ამით? იმის ნაცვლად, რომ ერთი სერვერი აკეთებდეს ყველაფერს, მონაცემი და გამოთვლები ნაწილდება რამდენიმე სერვერზე. თითოეული სერვერი იღებს თავის ნაწილის სამუშაოს, ბოლოს კი შედეგებს აერთიანებს. ამ მიდგომით დიდი მოცულობის მონაცემები მართვად იხდება. სიჩქარე იზრდება და შეგვიძლია მარტივად გავზარდოთ სისტემა. უბრალოდ შეგვიძლია დავამატოთ ახალი სერვერები კლასტერში.
ეს არის Big Data-ს ერთ-ერთი ძირითადი იდეა. დავყოთ პრობლემა ნაწილებად და ვამუშაოთ პარალელურად. ძველ მიდგომაში ვცდილობდით, რაც შეიძლება მეტი მონაცემი ჩაგვეტია მეხსიერებაში და შემდეგ გაგვეშვა ქუერი. მეხსიერებაში დამუშავება სწრაფია, მაგრამ როცა მონაცემი ძალიან დიდია, უბრალოდ შეუძლებელია ყველაფრის ოპერატიულ მეხსიერებას ჩატევა. ალბათ მსგავსი პრობლემა გინახავთ Excel-ში ან Power BI-ში, როცა ფაილი ძალიან დიდია და სისტემა ნელდება. Big Data-ს შემთხვევაში მონაცემი იმდენად დიდია, რომ მთლიანად მეხსიერებაში ჩატევა უბრალოდ შეუძლებელია. ამიტომ ახლა ქვერები სრულდება პირდაპირ კლასტერზე პარალელურად. ამ მიდგომას პრაქტიკული საფუძველი ჩაუყარა Hadoop-მა. Hadoop არის open source პლატფორმა, რომელიც შეიქმნა იმისთვის, რომ უზარმაზარი მოცულობის მონაცემი შენახულიყო და დამუშავებულიყო სერვერების ჯგუფზე, ანუ კლასტერებზე. მისი ორი მთავარი იდეა იყო: ერთი, მონაცემი ინახებოდა განაწილებულად HDFS-ით, ეგრეთ წოდებული Hadoop Distributed File System, ანუ ფაილების ნაწილდებოდა სხვადასხვა სერვერზე და მეორე, დამუშავება ხდებოდა განაწილებულად MapReduce მოდელით, ანუ თითოეული სერვერი ამუშავებდა თავის ნაწილ მონაცემს. ამ მიდგომამ შესაძლებელი გახადა ტერაბაიტების და პეტაბაიტების მასშტაბის მონაცემების მართვა, შედარებით იაფ ჰარდვეარზეც კი. თუმცა Hadoop-ი თავიდან შედარებით ნელი იყო, რადგან მონაცემებს ძირითადად დისკიდან ამუშავებდა. შემდეგ გამოჩნდა Apache Spark-ი, რომელმაც იგივე კონცეფცია უფრო სწრაფი და მოქნილი გახადა. Spark-ის მთავარი უპირატესობაა, რომ მას შეუძლია მონაცემის დამუშავება მეხსიერებაში, in-memory processing-ს, რასაც ვეძახით, რაც მნიშვნელოვნად აჩქარებს ანალიტიკას. გარდა ამისა, Spark-ი მოიცავს SQL მოდულს, Spark SQL-ს, სტრიმინგ მონაცემების დამუშავებას, machine learning ბიბლიოთეკებს და გრაფიკულ ანალიტიკას. ანუ ის არ არის მხოლოდ დამუშავების engine, ის არის სრული ანალიტიკური პლატფორმა. დღეს თანამედროვე Big Data ინფრასტრუქტურების დიდი ნაწილი სწორედ ამ ორი კონცეფციის გაგრძელებაზეა აგებული: განაწილებული შენახვა და პარალელური დამუშავება. მოკლედ და ძალიან მარტივად რომ შევაჯამოთ, Big Data-მ ორი მთავარი რამ შეცვალა. პირველი, აღარ ვეყრდნობით ერთ სერვერს და მეორე, გამოთვლა მიგვაქვს იქ, სადაც მონაცემია. ადრე მონაცემებს ვაგროვებდით ერთ ცენტრალურ სერვერზე, იქ ვუშვებდით queries, სერვერი ამუშავებდა ყველაფერს. ახლა მონაცემები ინახება სხვადასხვა სერვერზე. query ნაწილდება, თითოეული სერვერი ამუშავებს თავის ნაწილს. ბოლოს შედეგი ერთიანდება. ეს მიდგომა უკეთესია, იმიტომ რომ დიდი მონაცემის გადატანა Excel-ში ძალიან ნელია. მონაცემი ხშირად ტერაბაიტებია. ბევრად მარტივია გადააგზავნო პატარა ინსტრუქცია query მონაცემთან, ვიდრე გადაიტანო უზარმაზარი მონაცემი გამოთვლის ადგილზე. ძველი მოდელით მონაცემი მოდის გამოთვლასთან, ახალი მოდელით გამოთვლა მიდის მონაცემთან. ეს პრინციპი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იდეა Big Data-ში. მოდი ახლა ვნახოთ, რატომ არის Big Data ასე მჭიდროდ დაკავშირებული Cloud-თან და რატომ განიხილავენ ამ ორ თემას თითქმის ყოველთვის ერთად. როგორც უკვე ვთქვით, Big Data მუშაობს კლასტერებზე, ანუ ბევრ სერვერზე, რომლებიც ერთად ამუშავებენ მონაცემებს. ზოგი სერვერი ინახავს მონაცემს, ზოგი ამუშავებს, ზოგი query-ებს ასრულებს და პასუხებს გვიბრუნებს. თეორიულად ეს ყველაფერი შეგიძლია საკუთარ data center-ში, საკუთარ hardware-ზეც გაუშვა, მაგრამ პრაქტიკაში კომპანიების უმეტესობა Cloud-ს ირჩევს. როცა ვამბობთ Cloud-ს, გულისხმობთ პლატფორმებს, როგორიცაა Azure, Amazon Web Services და ასე შემდეგ. რატომ არის Cloud-ი ასეთი პოპულარული Big Data-ში? იმიტომ რომ Cloud-ი გვაძლევს მოქნილობას, შეგვიძლია გავზარდოთ ან შევამციროთ რესურსი საჭიროების მიხედვით. აქ შემოდის ორი მნიშვნელოვანი ცნება. პირველი არის scale-up-ი, ვერტიკალური მასშტაბირება. ეს ნიშნავს, რომ ერთ სერვერს ვაძლიერებთ. თუ მეტი ძალა გვჭირდება, ვამატებთ ოპერატიულ პროცესორს, თუ ნაკლები დატვირთვა, ვაბრუნებთ უფრო სუსტ კონფიგურაციაზე. ანუ ერთი და იგივე სერვერი ხდება უფრო ძლიერი ან უფრო სუსტი საჭიროების მიხედვით. მეორე არის scaling out-ი, ჰორიზონტალური მასშტაბირება. ეს ნიშნავს, რომ ვამატებთ ახალ სერვერებს კლასტერში. თუ არსებული სერვერები უკვე მაქსიმალურზე მუშაობს. Cloud-ში შეგვიძლია წამებში დავამატოთ ახალი სერვერები და გადავანაწილოთ დატვირთვა და როცა დატვირთვა შემცირდება, ისევ შევამციროთ მათი რაოდენობა. ამით ვღებულობთ პიკურ დროს უფრო სწრაფ დამუშავებას. ასევე ნაკლებ ხარჯს, რადგან ვიხდით მხოლოდ რესურსზე, რასაც რეალურად ვიყენებთ. თუ იგივე საკუთარ data center-ში გავაკეთებთ, წინასწარ უნდა გვეყიდა hardware-ი და ის hardware-ი გახდებოდა ჩვენი ლიმიტი. Cloud-ში კი შეგვიძლია გქონდეს იმდენი ინფრასტრუქტურა, რამდენიც გვჭირდება და მხოლოდ გამოყენების დროს გადავიხადოთ. ახლა განვასხვაოთ data warehouse-ი და data lake-ი.
მე პირადად Data Warehouse-ის პროექტზე მიმუშავია და კლასიკურად ის მუშაობს რელაციურ ბაზებზე, მაგალითად SQL სერვერზე. Data Warehouse-ი არის სტრუქტურირებული, კონკრეტულ კითხვებზე მორგებული წინასწარ გაწერილი რეპორტებით და დეშბორდებით. ანუ ვიცით რა კითხვებზე გვინდა პასუხი და სისტემა ამისთვისაა ოპტიმიზირებული. Data Lake-ი კი სხვა კონფიგურაციაა. Data Lake-ი არის დიდი საცავი, სადაც ყველა ტიპის მონაცემი შეგვიძლია ჩავყაროთ. სტრუქტურირებული, ნახევრად სტრუქტურირებული, არასტრუქტურირებული. იდეა ასეთია: ჯერ ვაგროვებთ ყველაფერს ერთ დიდ ჯამში და მერე ვიწყებთ როგორ და რისთვის გამოვიყენოთ ეს მონაცემები. Data Lake-ი ძალიან მოქნილია გამოდგება ანალიტიკისთვის, machine learning-ისთვის და იმ შემთხვევებისთვის, როცა ჯერ ზუსტად არ ვიცით, როგორ გამოვიყენოთ მონაცემები. მოდი პროცესს მარტივად შევხედოთ. პირველი არის მონაცემების მიღება ყველა წყაროდან, გაყიდვები, რევიუები, ლოგები, სოციალური მედია და ასე შემდეგ. ყველაფერი იტვირთება Data Lake-ში. შემდეგ ვსვამთ კონკრეტულ ბიზნეს კითხვებს, მაგალითად, რატომ შემცირდა გაყიდვები კონკრეტულ რეგიონში და ვამუშავებთ მონაცემებს გადანაწილებულ სისტემებზე, ანუ კლასტერში. როცა მონაცემები გაიწმინდება და ბიზნესისთვის მზად იქნება, ვტვირთავთ უკვე Data Warehouse-ში, სადაც უკვე გვაქვს რეპორტინგი, დეშბორდები და შესაძლებელია AI ინსტრუმენტებიც. ახლა ყველაზე მთავარ კითხვაზე გადავიდეთ. რატომ არის Big Data საერთოდ მნიშვნელოვანი? რა ღირებულებას გვაძლევს და ღირს თუ არა ამ ყველაფერში რესურსის ჩადება? აქამდე ვისაუბრეთ რა არის Big Data და როგორ მუშაობს ტექნიკურად. ვნახეთ, რომ შეგვიძლია დიდი მოცულობის მონაცემების შეგროვება და სწრაფად დამუშავება, მაგრამ მთავარი კითხვა არის, რას ვიღებთ საბოლოოდ. რეალურად Big Data-ს ღირებულება იმაშია, რომ გვაძლევს შესაძლებლობას დავინახოთ ისეთი ტენდენციები, პატერნები და ანომალიები, რომლებიც ადრე უბრალოდ არ ჩანდა. გავიხსენოთ უსაფრთხოების მაგალითი. მომხმარებელი შედის სისტემაში, VPN-ი გვიჩვენებს ერთ ლოკაციას, HR სისტემა გვიჩვენებს სხვა ლოკაციას. ცალ-ცალკე ეს ინფორმაცია განსაკუთრებულს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ერთად უკვე ვხედავთ კრიტიკულ ნოტიფიკაციას. ადამიანი, რომელიც თბილისში ცხოვრობს, 2 საათის შემდეგ ნორვეგიაში ფიზიკურად ვერ აღმოჩნდება. მოდი სხვა ონლაინ მაღაზიის მაგალითიც ავიღოთ. კომპანია ხედავს, რომ გაყიდვები დაეცა. გაყიდვების სისტემა უბრალოდ აჩვენებს ნაკლებ შეკვეთას. მარკეტინგი ამბობს, რომ ყველაფერი კარგად მიდის, რეკლამაზე კლიკების რაოდენობა მოსალოდნელზე მეტი აქვთ, მაშინ კითხვა ჩნდება, თუ ხალხი შემოდის საიტზე, რატომ აყიდულობს. საიტის ლოგები აჩვენებს, რომ ჩეკაუთის პროცესში შეცდომებია და მომხმარებლები კალათას ტოვებენ. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს სისტემები ერთმანეთთან არ იყოს დაკავშირებული. ფინანსები უბრალოდ დაინახავდნენ დაბალ გაყიდვებს, მარკეტინგი იფიქრებს, რომ კომპანია წარმატებულია, IT იმუშავებს ბაგების გასწორებაზე, მაგრამ ვერ დაინახავს თლიან სურათს. მაგრამ თუ ამ სამ მონაცემს ერთად ვაერთიანებთ, ვხედავთ რეალურ მიზეზს. ტრაფიკი იზრდება, მაგრამ ტექნიკური პრობლემის გამო საიტზე გაყიდვები შეჩერდა. აი ეს არის Big Data-ს ძალა. როცა მონაცემებს ერთად ვხედავთ, შეგვიძლია IT-ს მიუთითოთ, რომ პრობლემა პრიორიტეტულია, კონცენტრს შეუძლია დაუკავშირდეს იმ მომხმარებლებს, რომლებმაც კალათა დატოვეს, მარკეტინგს შეუძლია გააძლიეროს კამპანია, მას შემდეგ რაც ტექნიკური პრობლემა მოგვარდება. ანუ გადაწყვეტილებები ხდება უფრო ზუსტი და დროული. მოკლედ რომ ვთქვათ, Big Data გვაძლევს სრულ სურათს. ის გვაძლევს შესაძლებლობას დავინახოთ ტენდენციები, დროულად აღმოვაჩინოთ პრობლემები, ვიპოვნოთ ფარული კავშირები და რეალურ დროში მივიღოთ გადაწყვეტილებები. ახლა მოდი ვნახოთ, რა შეიცვალა რეპორტინგში და როგორ შეიცვალა გადაწყვეტილებების მიღების პროცესი. Big Data-ს გარეშე კომპანიებში პროცესი ასე მიმდინარეობდა. თუ ეხლა მეორე კვარტალია, ანალიზი ხშირად ჯერ კიდევ პირველი კვარტლის მონაცემებზე იყო დაფუძნებული. ინფორმაციის შეგროვებას სხვადასხვა დეპარტამენტებიდან დრო სჭირდება, რადგან თითოეულ საკუთარი სისტემა აქვს საკუთარი პროცესი. ამ ყველაფერს შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე დღე, რამდენიმე კვირა, ზოგჯერ თვეებიც კი. ყველაფერი დამოკიდებულია კომპანიის მასშტაბებზე და მონაცემების რაოდენობაზე. შედეგად გადაწყვეტილებები ძირითადად წარსულზე დაყრდნობით მიიღებოდა და არა იმაზე, რაც ამ მომენტში ხდება. Big Data აქმნის რეალურ ღირებულებას. კითხვა აღარ არის რა მოხდა წინა კვარტალში. კითხვა ხდება რა ხდება ახლა და თუ ვიცით რა ხდება ახლა, უკვე შეგვიძლია ვიკითხოთ რატომ ხდება ეს და რა უნდა გავაკეთოთ შემდეგ. აი ეს გადასვლა ისტორიული რეპორტინგიდან რეალურ დროში ანალიზზე არის ის, სადაც Big Data ქმნის მაქსიმალურ ღირებულებას. როცა მონაცემები რეალურ დროში მუშაობს, მისი ხარისხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. Big Data-ს ასევე სჭირდება მკაფიო ჩარჩოები და კონტროლი. სხვადასხვა კომპანიას განსხვავებული მიდგომა აქვს, მაგრამ როგორც წესი არსებობს კონკრეტული წესები, რომელიც წყაროდან შეიძლება მონაცემების გამოყენება, სად და როგორ ინახება მონაცემი, როგორ ხდება მისი ანონიმიზაცია და ვის აქვს წვდომა ანალიზის შედეგებზე.
ეს ყველაფერი აუცილებელია იმისთვის, რომ big data ეფექტურად და უსაფრთხოდ მუშაობდეს. ეს არ არის მინუსი, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ big data-ს სწორად და გააზრებულად არის დანერგილი კომპანიაში. თუ მენეჯერი ან დირექტორი ხარ, არ არის აუცილებელი იცოდე, როგორ კონფიგურირდება კლასტერი ან როგორ იწერება distributed query. ეს IT-ის საქმეა, მაგრამ აუცილებელია გესმოდეს, რა შესაძლებლობას გაძლევს big data. რა ტიპის კითხვებზე შეგიძლია მიიღო პასუხი და როგორ შეიძლება ამან გავლენა მოახდინოს შენს მიმართულებაზე. Big data ძალიან სწრაფად შეიძლება გახდეს ძლიერი ფაქტორი ბიზნეს სტრატეგიაში, რისკების მართვაში, მომხმარებლების გამოცდილებაში და კიბერუსაფრთხოებაში. აი, ამიტომ არ არის big data უბრალოდ ტექნოლოგიური თემა. ეს უკვე ბიზნეს სტრატეგიული ინსტრუმენტია. რომ შევაჯამოთ ამ ვიდეოში ვნახეთ, რომ big data უბრალოდ დიდი მოცულობის მონაცემი არ არის. მისი ძალა იმაშია, რომ აერთიანებს სხვადასხვა სისტემაში არსებულ მონაცემსა და გვაძლევს მთლიან სურათს ორგანიზაციის მასშტაბით. ვისაუბრეთ მონაცემების სამ ტიპზე: სტრუქტურირებულ, ნახევრად სტრუქტურირებულ და არასტრუქტურირებულზე და ასევე სამ ვიზე: მოცულობა, სიჩქარე და მრავალფეროვნება. ასევე შევეხეთ მონაცემების ხარისხსა და მისგან მიღებულ რეალურ სარგებელს. ვნახეთ, როგორ მუშაობს big data ტექნიკურად, სერვერების ჯგუფზე და ხშირად cloud-ში და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ გამოთვლა ხდება იქ, სადაც მონაცემები ინახება. და ყველაზე მთავარი, big data გვაძლევს საშუალებას აღარ ვეყრდნობოდეთ მხოლოდ წარსულს ანგარიშებს. კითხვა აღარ არის რა მოხდა, კითხვა ხდება რა ხდება ახლა. სწორედ ეს გვაძლევს შესაძლებლობას მივიღოთ უფრო სწრაფი და უფრო სწორი გადაწყვეტილებები. თუ მოგეწონა დღევანდელი ვიდეო, გთხოვ გამოიწერე არხი, დაალაიქე ვიდეო და დამიტოვე კომენტარი. ეს მართლა მეხმარება. ნახვამდის.